სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოს 18 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ და წერეთლის უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრეს. ტემპუსის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო კორპორაციული ელ-ფოსტით და მიმართონ სასწავლებლის ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს. Ჩვენს უნივერსიტეტში უკვე შეიქმნა სტუდენტთა მომსახურებისა და განვითარების სერვისების სპეციალური ოფისი, რომელიც ემსახურება სტუდენტების დოკუმენტბრუნვას, რომელიც მთლიანად ელექტრონულ მატარებლებზეა გადასული, ასევე ემსახურება ელექტრონული სწავლების პორტალს, რომელზეც ჩართული არის ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა. თუმცა ამ პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ არის აქტივები, რომლებიც დაგეგმილი არის, რომ მომავალში განხორციელდეს, კერძოდ ვაპირებთ კარიერის განვითარების ცენტრის ფორმირებას უკვე მომავალი სასწავლო წლიდან, რომელიც სტუდენტებს დასაქმების ხელშეწყობაზე იქნება ძირითადად ორიენტირებული. პროექტში მონაწილეობას იღებენ ევროპის სამყარო, აზიის, არის ისრაელის უნივერსიტეტი, რომლის მთავარი მიზანი არის სტუდენტური სერვისები, სტუდენტებთან დაკავშირებული მუშაობების განვითარება. სწორედ ამ პროექტის საფუძველზე უნივერსიტეტში იქნა სტუდენტთა განვითარების და განვითარების სერვისი, უკვე ორი ასეთი სერვისი ასევე ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც ეხმარება სტუდენტებს თავიანთი პრობლემები, ელექტრონული დოკუმენტი ბრუნვა, კორპორაციული ელექტრონული პოსტები და საშუალება მიეცეს სტუდენტებს უფრო გაუმარტივდეთ ურთიერთობა ადმინისტრაციასთან. პროგრამა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტების მაქსიმალურ ჩართვას გულისხმობს. მათ საშუალება მიეცემათ დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩაერთონ. ასევე მიიღონ ინფორმაცია დამსაქმებლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებსა და კონკურსების შესახებ. ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ერთმანეთს ამ კუთხით გამოცდილება გაუზიარეს. პროექტი ევროსაბჭოს მიერ არის დაფინანსებული. ზოგადად უნივერსიტეტის სტუდენტებს ბევრი საჭიროებები აქვს და სწორედ ეს შეხვედრა ითვალისწინებს ამ კუთხით უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ. სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების პროგრამის შესახებ მსჯელობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 დღის განმავლობაში გაიმართება.